საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ბიზნეს ინსაიდერის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა ბატონო გოგიტა თოდრაძე, მოგესალმებით ბატონო გოგიტა. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და ბევრი კითხვა გვაქვს ხოლმე თქვენთან ცხადია, ვინაიდან კიდევ ერთხელ ციფრების მთავარი წყარო არის საქსტატი, რომელსაც აქვს ამ კუთხით შესანიშნავი ვებგვერდი, რომელიც შესანიშნავი ანალიზის და მარტივი ანალიზის საშუალებას იძლევა ყველასთვის, მაგრამ როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე თუნდაც ეკონომიკურ ზრდაზე, როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე ერთსულ მოსახლეზე, კლიანტში და პროდუქციაზე და ასაქმების მაჩვენებლებით თუ როგორ გამოიწვება, ცხადია მთავარი საკითხი არის მოსახლეობის რიცხოვნობის საკითხი, რომელიც ასევე თქვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, ხდება აღწერა ამ ნაწილს. რა სიტუაცია გვაქვს ახლა, სად ვართ, გვაქვს საბოლოო მონაცემები და მოკლედ კლიანობაში როგორია ტენდენცია, საიდან რას ვითვლით? მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ესე იგი, როგორც მოგეხსენება, ჩვენ მოსახლეობის 2024 წლის აღწერის წინაწარი შედეგები გამოვაქვეყნეთ და აღწერის შედეგების მიხედვით დაახლოებით 5.4% არის გაზრდილი, ანუ 200,000 კაცით მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში წინა აღწერასთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა და შედეგად ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობს 3.914.000 კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით იკვეთება ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად თუ 10 წლის წინ ქვეყანაში ქალაქის მოსახლეობის წილი იყო დაახლოებით 57%, ეხლა უკვე მისი წილი 5%-ული პუნქტით 62%-მდე არის გაზრდილი. გაზრდილია ქალაქ თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა, თუ 1,100,000 ცხოვრობდა 10 წლის წინ, დღეს უკვე 1,330,000-ია. გაზრდილია ასევე მნიშვნელოვნად დაახლოებით 53%-ით ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, დაახლოებით 153,000 კაცი ცხოვრობდა და დღეს დაახლოებით 235,000 კაცი ცხოვრობს. ასევე ქალის და კაცის შეფარდება დაახლოებით 53-57-ია პროცენტი. ვისასარგებლოთ არის ეს? ქალბატონები არიან 53%, გამომდინარე იქედან, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში არის გაცილებით მაღალი, დაახლოებით 8-9 წლით მეტ ცხოვრობენ ქალები საქართველოში. დიახ, კაცები უფრო მეტად ფრთხილდებიან ქალბატონებს ესე გამო. რა თქმა უნდა. ეგეც გახლავთ ერთ-ერთი ბიზნესი. კი ბატონო. ბატონო გოგიტა, აი 200,000-ით ვახსენეთ ამ შემთხვევაში მოსახლეობის რიცხოვნობის და ცხადია, ნუ წინასწარი მაჩვენებლებით, ხომ? ნუ ეხლა დაზუსტების შემთხვევაში რა შეიძლება სხვაობა იყოს, მაგრამ რაზე მინდა აქცენტი ყურადღება გავამახვილოს, თქვა ამ შემთხვევაში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთსულ მოსახლეზე, კლიანტში და პროდუქტში, ხო, ამ შემთხვევაში 200,000-ით მეტ ადამიანზე უნდა გადავანაწილოთ, ხომ? ეს ნაწილი ხო სწორად გვესმის ეს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუ იყო მაგალითად თუ დღის მონაცემებით არის დაახლოებით $9,200-მდე ერთსულ მოსახლეზე მთლიანში და პროდუქტი, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესდება გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა არის გაზრდილი. კი ბატონო, ამიტომ აბსოლუტურ მაჩვენებელს ვიღებთ, ხაი როცა ვსაუბრობთ, რომ ხა მთლიანში და პროდუქტი თქვათ 100 მილიარდამდე გაიზრდება ეს საერთო მაჩვენებელს ვიღებთ, ამიტომ ნუ ექსასიამოვნო გაუარესება შეიძლება ასე თქვას მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ბატონო გოგიტა, ბოლო მონაცემები ჩვენ ვნახეთ 8 თვის ეკონომიკური ზრდის ნაწილი არის. ზოგადად როგორ ხედავთ ამ ტენდენციას, რასაც აკვირდებოდით თქვენ მათ შორის ხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს? დიახ, პოზიტიური ტენდენციები ამ თვალსაზრისით გვაქვს სახეზე, თქვენ უკვე ისაუბრეთ ბიზნეს სექტორის მონაცემებზე, რაც გახლავთ, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ამ ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა სექტორის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარგების უმეტეს ნაწილში შეინიშნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, გარდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობისა, პრაქტიკულად ყველა სექტორში ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია გამოიკვეთა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი, რომელიც ერთ-ერთი მასტიმულირებელია ეკონომიკური ზრდის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული სამეცნიერო და სხვა შორის ეს პროფესიული და სამეცნიეროზე მინდოდა გამომახვილებინა ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენთვის კიდევ უფრო ბუნებრივი სფეროა, დოქტორი ბრძანდებით, პროფესორი ბრძანდებით და ამ სფეროს დამატებითი, ასე ვთქვათ, უკვე ზრდაში გამოჩენა სტაბილურად ამ სფეროს ბუნებრივად მნიშვნელოვანია ალბათ. დიახ, რა თქმა უნდა და ეს სექტორი აერთიანებს კიდევ სხვა ბევრ აქტივობას. მათ შორის არის
სარეკლამო საქმიანობა, მათ შორის არის არქიტექტურა, დიზაინი და ასე შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი მასტიმულირებელი და კონტრიბუტორი არის ეკონომიკურ. კი ბატონო, და აი ასევე ნაწილობრივ ვისაუბრეთ დასაქმება და ხელფასების ნაწილი, ანუ მათ შორის უმუშევრობის თემა, რომელიც ანუ ყველას გვაწუხებს, ასე რომ ვთქვათ, თუმცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია ამ კუთხით, როგორც უყურებთ. აი აქ როგორ ხედავთ აი ტენდენციას თქვენი დაკვირვებით? დიახ, 2024 წლის მონაცემებზე თქვენ საკმაოდ ცვლად ისაუბრეთ დაახლოებით 200 ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხელფასის მაჩვენებელს გულისხმობ. და ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სექტორში, პრაქტიკულად ყველა სექტორში შეინიშნებოდა ზრდის ტენდენციები და თუ დავაკვირდებით, ასევე ჩვენ ხელფასის სტატისტიკის მიმართულებით ვიყენებთ ორ წყაროს პრაქტიკულად. სტატისტიკურ კვლევას ვატარებთ ყველა ინსტიტუციურ სექტორში და გარდა ამისა ამ მონაცემების ვალიდაციის შესაძლებლობა გვაქვს ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებიდან და თუ დავაკვირდებით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს, სულ უფრო და მეტი ადამიანი იღებს ხელფასს დაქირავებით დასაქმებიდან. შესაბამისად, ესეც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ მაგალითად იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან არსებობდა ამ მიმართულებით მზარდი ინტერესი, საზოგადოებას რამდენიმე წელია ვთავაზობთ დამატებით მაჩვენებელს მედიანური ხელფასის მაჩვენებელს და მედიანური ხელფასიც, რომელიც დაახლოებით 1300 ზუსტად რომ უთხრათ მაყურებელს მედიანურ ხელფასში, ანუ რას გულისხმობთ? ანუ ორივე საშუალო მაჩვენებელიც, ანუ საშუალო ხელფასის და მედიანური ხელფასის გახლავთ ცენტრალური ტენდენციის საზომები, უბრალოდ მედიანაზე გავლენას ვერ ახდენს უკიდურესი წევრები, ანუ ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ხელფასის მქონე სუბიექტები. საშუალო ხელფასში ხო ეს ყველა არის ასახული. მედიანა ზუსტად იმ ცენტრალურ ტენდენციას გვიჩვენებს, აი ამათ გარეშე პრაქტიკულად. რეალისტური სურათი. ანუ რეალისტურს ვერ ვეთქვით, ისინი არანაცვლებენ ერთმანეთს, ისინი არიან ურთიერთშემავსებლები და არსებობს კიდე მაგალითად მოდალური ხელფასი, ანუ ყველაზე გავრცელებული ხელფასი, რომლის გაანგარიშებაც საომალოდ ჩვენი თუმცა მედიანური კარგ სურათს იძლევა, რასაც უყურებთ ამ. დიახ, ანუ მედიანა გვიჩვენებს ყველაზე მეტ ადამიანს რა დიაპაზონი აქვს ხელფასის, ასე ვთქვათ. კი ბატონო, გოგიტა აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეხლა თქვენ როდესაც საუბრობთ ხოლმე მეთოდოლოგიაზე, ხო ძალიან აქტიურად იყენებთ თანამედროვე მეთოდებს, რომელიც საერთაშორისო აღიარებულია იგივე უმუშევრობის ნაწილის, ну გარკვეული წლების წინ ნახეთ, ასე ვთქვათ, ფორმირება ამ ნაწილის ახლებურად და თქვენ საერთაშორისო თანამშრომლობაზე მინდა გკითხოთ, აი სულ რამდენიმე ძალიან ცოტა ხნის წინ უნიშნულოვანეს ღონისძიებას უმასპინძლეთ, ქონდა პატივი და კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის, რომ keynote-ს გამხსნელი სპიკერი ყოფილიყავი ამ ღონისძიების და რომ გითხრათ ამ ღონისძიების შესახებაც და როგორია ტენდენციები მათ შორის ჩვენი სტატისტიკის სამსახურის, აი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, აქვე ვისარგებლებ შეთქვევის და თქვენ გადაგიხდით მადლობას აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. ესე იგი, საქსტატს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს გაეროს სხვადასხვა ორგანოებთან, მათ შორის გაეროს სტატისტიკის სამსახურთან, UNICEF-თან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან, უფრო მეტიც ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში და სხვადასხვა ბორდში, ბიუროში, რომელიც არა მხოლოდ ასე ვთქვათ, იყენებს ამ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ჩვენ გვაქვს გარკვეული ხმა ამ მონაცემების საერთაშორისო დონეზე წარმოჩინების და სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების მიღების თვალსაზრისით და აქვე აღსანიშნავია ის ფორუმი, რომელსაც გლობალური ფორუმი გენდერული სტატისტიკის შესახებ, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს და ეს კიდევ ერთხელ გახლავთ საქართველოს პირველად ეს კიდევ ერთხელ გახლავთ ჩვენი სტატისტიკის სისტემის აღიარება, რადგანაც გაეროს მსგავსი ფორუმის ჩატარების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ ქვეყნებში იღებს, სადაც განვითარებულია სტატისტიკის სისტემა და მეორე მხრივ ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის გაგვეზიარებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საქართველოს გამოცდილება არა მხოლოდ სტატისტიკის წარმოების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
მიზნის. დაახლოებით 30-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები და მაღალი დონის დელეგატები. კი ბატონო და ამ ღონისძიებაზე ყველა ნამდვილად ამას მე ვიტყვი ცალსახად ყველა აღნიშნავდა ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ესეთ მოწინავე როლს და ბევრი კუთხით სამაგალითო თანამშრომლობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო გოგიტა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ყველა ძირითად საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ, წარმატებას გისურვებთ, ვიცით რომ ძალიან დატვირთული პერიოდი გელოდებათ, წარმატებული ვიზიტები, რომელიც შემდგომ დღეებში გაქვთ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩვენ თქვენის ნებართვით ვისარგებლებთ აქტიურად თქვენი მონაცემებით.